თემა რაც მსურს დღეს შემოგთავაზოთ ეხება ბავშვის ემოციურ კეთილდღეობას, რომელიც მხოლოდ პრობლემების არარსებობას ნიშნავს, ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი განცდები სიტყვების გარეშე ქცევით და ემოციური რეაქციებით ვლინდება და როგორ ამოვიცნოთ ეს ნიშნები და რა როლი აკისრიათ მშობლებს და აღზრდელებს ფსიქოლოგიურად ჯანსაღი თაობის აღზრდა ჩამოყალიბებაში. სწორედ აი ამ თემას მიეძღვნა ავერსი ფარმას და აზროვნების აკადემიის მორიგი ერთობლივი შეხვედრა საზოგადოებასთან და ამ შეხვედრას უძღვებოდა ფსიქოლოგი ნინო ბუვაძე. ღონისძიების მონაწილეებმა ბავშვებისა და მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაზე, ემოციურ საჭიროებებსა და ხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე იმ პრაქტიკულ გზებზე, რომლებიც თვითდაჯერებული და ემოციურად მდგრადი თაობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ივნისის თვეში ავერსი ფარმასა და აზროვნების აკადემიის ერთობლივი ღონისძიება ბავშვებისა და მოზარდების მენტალური ჯანმრთელობის საკითხებს მიეძღვნა. მორიგ შეხვედრას კი ფსიქოლოგი ნინო ბუვაძე უძღვებოდა, რომელმაც დამსწრეებთან ერთად ბავშვების ემოციურ კეთილდღეობასა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ბავშვისა და მოზარდის მენტალური ჯანმრთელობა მხოლოდ დიაგნოზების ან პრობლემების არარსებობას არ გულისხმობს. აღინიშნა, რომ ბავშვების ყველაზე მნიშვნელოვანი განცდები და ემოციები ხშირად სიტყვებით არ გამოიხატება და ისინი ქცევით, დუმილით, ემოციური რეაქციებითა თუ ურთიერთობებში წარმოქმნილი სირთულეებით ვლინდება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს გავრცელებული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული კარგი საქციელი ყოველთვის ბავშვის კეთილდღეობის მაჩვენებელია. ფსიქოლოგის განმარტებით სოციალურად მისაღები ქცევა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბავშვი შინაგანად თავს კარგად გრძნობს და ემოციური გამოწვევები არ აქვს. დღეს აზროვნების აკადემიისა და ავერსი ფარმას ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა აუდიტორიასთან. ვისაუბრეთ ბავშვისა და მოზარდის მენტალური ჯანმრთელობის შესახებ. ძალიან საინტერესო კითხვები დაისვა აუდიტორიისგან. ვფიქრობ, ისინი მზად იყვნენ ამ შეხვედრისთვის და მიიღეს სასურველ კითხვებზე პასუხი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ნინოს და ავერს, რადგან ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაატარა ჩვენთვის, როგორც დედებისთვის და ძალიან ბევრი კარგი რჩევა მივიღეთ, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებების ჩატარება, რადგან უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენ შვილებთან ურთიერთობა და ეს ყველაფერი უფრო მეტად სასიამოვნო იყოს როგორც შვილებისთვის, ასევე დედებისთვის. ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს ბავშვებისა და მოზარდების ემოციურ საჭიროებებზე, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, იმ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომელთა დროული შემჩნევაც მშობლებისა და აღმზრდელებისთვის მნიშვნელოვანია, ასევე მათი როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ. შეხვედრის დასასრულს ყურადღება გამახვილდა იმ პრაქტიკულ მიდგომებსა და გზებზე, რომლებიც ფსიქოლოგიურად ჯანსაღი, ემოციურად მდგრადი და თავდაჯერებული თაობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ღონისძიება მონაწილეებისათვის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.